ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან. და დღევანდელ გადაცემას ცოტა უცნაურად ვიწყებთ. ვიცი გაგიკვირდებათ, რომ მიშაო შენ ხო ეს რამეებს არ აკეთებო, მაგრამ რაზე ვსაუბრობ? ზოგადად რაღაცების განხილვაზე, რა, მაგალითად სასმლის ან საჭმლის, მაგრამ დღეს ისეთმა ადამიანმა გამოუგზავნა ჩვენ გადაცემას ენერგეტიკული სასმელი, რომ ეს რომ არ განვიხილო, არ შემიძლია ნამდვილად და ვიცი რომ ჩემი მაყურებლები შეეგუებით, რადგან თქვენს გაგიხარდებათ ამ ადამიანის ხსენება დღევანდელ ეპიზოდში. ეს ადამიანი გახლავთ პოზიტივით სავსე კაცი, მან გამოუშვა ენერგეტიკული სასმელი და მინდა რომ ზოგადად წარმატება უსურვო ცხოვრებაში, ყველაფერში რასაც აკეთებს, რადგან ყველაფერს აკეთებს სწორად. კაც-13 ბატონი ადამ კადიროვის მიერ გამოშვებული ენერგეტიკული სასმელი. დავაგემოვნებთ ჩვენ ახლა კაც-13-ს და შემოგთავაზებთ ჩემ აბსოლუტურად მიუკერძოებელ შეფასებას ენერგეტიკულის მიმართ. ბისმილლა. გუარანა B12 სუ 35 ბომბდამშენი AK 47 კალაშნიკოვი ხალხის ჩაგვრა მოკლედ ყველაფერი კარგს შეიცავს ეს ენერგეტიკული. ასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი გადაცემა აბსოლუტურ მხარს უჭერს კაც-13-ს, შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში სრული ჩეჩნეთის მასშტაბით, საქართველოში ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედია რომ ჩვენ ვიქნებით პირველი შემომტანები და ჩვენ დაგვასპონსორებს ბატონი ადამი. კარგით, გადავიდეთ შემდეგ თემებზე. მოკლედ ორი დღეს წინ ვიყავი რუსთავში. უღრმესი მადლობა სხვა შორის ყველა რუსთაველს, ვინც გულთბილად დამხვდით, იმიტომ რომ 1.30 კაცმა მიცანით ყველამ. სიყვარული და პატივისცემა გამოხატეთ, მადლობა დიდი. უბრალოდ აი მან ყოფნის პერიოდში სულ ფიქრობდი ერთ რაღაცაზე და ეგ მინდა მოვყვერა. ვიყავი სულ ერთ ტერიტორიაზე, კარფურის მაღაზიაში. სხვაგან არსად არ ყოფილი ვარ რუსთავში. ყოველ შემთხვევაში ამ დღეს, რომელ დღესაც ყვევები გუშინ წინ. კარფურში მქონდა უბრალოდ რაღაც საყიდელი და შევედი კარფურში, რუსთავში და ჯერ შემხვდნენ პატარა ბავშვები. მეთქი კარგი ახლა რაღაც მშობლებმა მოიყვანეს ან თვითონ გამოვიდნენ, იმიტომ რომ ძალიან პატარებიც არ არიან, 12 წლისები არიან რა და კაი კარფურში დარბიან რაღაცებს მაიმუნობენ. შემდეგ შემხვდნენ გოგოები, რაღაც ქუსლიანებით გამოწყობილები, მოკლე კაბებში, საღამოს წვეულებისთვის გამოწყობილები რა და მეთქი რაღაც უცნაური გარემოა და გარეთ გამოვედი რა და გარეთ გამოვდივარ და აქ რაღაცა ისმის სხოტკა არის რომ ბიჭო თუ თქვი რომ ამას ჩემევიტანო რატო ვერ ჩემეიტანე მეთქი შეუბრუნდი ეგრევე კარფურში შევდივარ მეთქი კაი ისევ აქ დავაბირჟავებ მივდივარ რაღაც კარაქების რიგში და კარაქების რიგში ვიღაცა ბიჭი ზის ესე ხელს თხოვს გოგოს რომ ანა ჩემოსიყვარულო 15 წელია აქ ხვდები და უნდა გამომყვეცოლად და რაღაცაები და იქიდან მაიონეზების და არაჟნების რიგიდან ამის ძმაკაცები გადმოხდნენ და რაღაცაებს ისვრიან რომ მიდიგიუშ გილოცავ ძმაო და რაღაცაები მეთქი აქ რა ხდება ვაფშე გავიარე რაღაც გაყინულების რიგში და იქ გაყინულების რიგში ვიღაცა გვამი აქვს და ტირიან და ყვავილებს აყრიან და რაღაც პატარა ბავშვებს ყვავილები მოაქვთ იმ პატარა ბავშვებს რო დამხვდნენ მანამდე რო ფოტო შეიძლებაო იმ პატარა ბავშვებს ყვავილები მოაქვთ და ფოტო მოაქვს ერთს მართლა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ხალხი ხართ ყველა უბრალოდ კარფურში რატო ხდება ყველაფერი ვერ გავიგებ გარეთ გამოვედი 1-10 კაცი იდგა სერიოზულად აი შავებში ჩაცმული და ესე ბიჭო მაგას დიდა რა ხდება მეთქი ძმაო და კარფურში შეირნოს ეს ყველა კატეგორიის ხალხი იქ ვიღაცები მოხუცი კაცი და ქალი არიან და იმას 60 წლის თავს აღნიშნავენ ქორწინებიდან და იქ რაღაც ტივით მოცურავს ხალხი რა სილამაზეებია ხალხო გაუხსენით ამ ხალხ რამე უშველეთ
მე მეგონა მარტო წყალი არ ქონდა და ტიპები თურმე ანუ კარფურში აკეთებენ ყველაფერს. მიშა რა გინდოდა რუსთავში? ჰა? რუსთავში რა გინდოდა თქო მაგას ბიჭო გაჩუმდი რა არ მინდა მაგის მოყოლა ძმაო რუსთავში რა მინდოდა. რუსთავში ვიყავი ხალხის დასახმარებლად. დიახ, რადგან მე ვარ ქველმოქმედი. და ეხა არ მიყვარს რა ესე უბრალოდ ეხა ადამიანმა მკითხა რომ რა გინდოდა რუსთავშიო და მაგიტო გავეცი პასუხი თორე არ მიყვარს ხმაურიანად ხალხის დახმარება ხო იცით. რუსთავში ვიყავი ჩასული რადგან ერთ ოჯახს დავხმარებოდი რომელსაც ბევრი ძაღლი ყავთ. რამდენი ძაღლი მიშა? 5 10 15 25 30 31 41 60 70 ძაღლი ყავს ამ ოჯახს მეგობრებო 70 მართლა ანუ ერთი საღამო იყო რა და შევდივარ Facebook-ზე რატო შევდივარ არ ვიცი იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რაღაცა უნდა მაქვითინოს ხოლმე ხალხმა აი TikTok-ი მაგიტომ მიყვარს რომ TikTok-ზე რომ შედიხარ აი ვიღაცა ბავშვებს წევლის ზურაბიძია რომ შენი კუბო დავდგეს კარგია წეულო ბავშვებო რაღაც ნუ გიხარია რა განწყობა გიმაღლდება ეგ ვიღაც დიღმელა ვიღაც ზაგინებს რომ ჩემი კახური შენი და რაღაცა ეგეთები და გიხარია ადამიანის ცხოვრება და ხვდები რომ ყველაფერი კარგად გავს. Facebook-ზე შეხვალ, აი 5 წუთით შედით Facebook-ზე, ეგრევე ვიღაცას უჭირს, ვიღაცის შვილია ცუდად, ვიღაც მამა ცუდად, ვიღაც ძაღლები უკვდება და ამო მიგდო მოკლედ ესეთი პოსტი რომ ოჯახი იყო 70 ძაღლი ყავს მეთქი. ჯამრთელად ხართ ხალხო და ხო და გადაურეკე მეგობრებს მეთქი დავეხმაროთ რა და 500 ლარი შევაგროვეთ. ოღონდ ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებ რა ეხლა მე არ მიყვარს ესე გახმაურება სიკეთეების და 500 ლარი ეროვნული გადავეცი ადამიანებს არა აქ ფოტოებს ამოვაგდებ მართლა სამწუხარო მდგომარეობა მაგრამ ნუ პირდაპირ უთხარი კაცო და მაგიტომაც ზღვადაობ ეხლა თქვენ არ გეგონოთ რომ ჩავედი იქ რაღაცა ვიტირე და ვიქვითინე და ეხლა გეუბნებით და ეხლა ზღვადაობ არა პირდაპირ ვეუბნებოდი რომ მეთქი ხალხო რავი მოკვდებით რას აკეთებთ მეთქი გამოასწორეთ ეს მდგომარეობა მეთქი ანუ შემიძლია ეხლა რომ ჩავწერო ვიდეო და ხალხს თხოვო დახმარება მაგრამ მეთქი დახმარების მაგივრად მოვა აი მართლა სასურსათოისა და აი წინაზე რომ გამოიგონეს ის ამბები რომ ცოცხლად წოვენ ძაღლებს მეთქი აი ხა მართლა მოვლენ ცეცხლით და ღუმელებით მეთქი და აი გადაწოვენ აქაურობას ანუ რას აკეთებს მეთქი ხო და ვისაც სორული გექნებათ შემიძლია დაგაკავშიროთ უბრალოდ მართლა არ მინდა ეხლა რაღაც ვიდეოების ჩაწერა რომ სასურსათო მართლა მივა და წაიყვანს ყველა ძაღლს და ღერსებიც იქნებიან ეგ ისედაც უთხარი იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ძაღლების ყოლა და ესეთ მდგომარეობაში გაჩერება და ადამიანმა რა უქნათო ეხა ყველა შეფარებული ყავსო თან გიჟები არ არიან ბიჭო ანუ მეთქი ამ სტერილიზაციას ხო უკეთებთ აბსოლუტურად ყველა სტერილური ყავსო ანუ არაჩენო ბავშვებსო უბრალოდ ქუჩაში რომ ნახავთო ავადმყოფ ძაღლსო მოუყავსო და უმკურნალობთო და მე ვეღარ უშვებთო მეთქი ღმერთმა გიშველოთ მე ვერ გიშველთ ასე რომ წამოვიდი მანდედან ესე ნუ თუმცა რა ვიცი 1-2 კვირა მაინც უშველი ადამიანებს და თუ ვინმე სურვილი გექნებათ მართლა გეტყვით მაგ ადამიანების საკონტაქტოს მისამართს არა ნუ ჯერ დაურეკეთ და დაეხმარეთ თქვენ თვითონაც გადავიდეთ შემდეგ თემაზე რომელიც გვახლავს ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პატრიარქი რომელიც გვახლავს ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა დღესდღეობით რომელიც დღის წესრიგში დგას და უკვე დღე-დღეზე ნუ მოკლედ 3 კვირის მანძილზე გავიგებთ ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პატრიარქი და თუ ვინმე ეხა არ აქცევთ საკმარის ყურადღებას ამ ყველაფერს ან იძახით რომ ნუ რა უქნა ეხა ვინც იქნება არა მეგობრებო ძალიან ცდებით რადგან წინა პატრიარქი ილია მეორე ყავდა 50 წლის მანძილზე ასე რომ ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ ეს ეხება თქვენ შვილებსაც და თქვენ შვილიშვილებსაც ასე რომ ეხა ეს თემა თუ ფეხებზე კიდიათ აბსოლუტურად სხვაგან ხართ მართლა რადგან უმნიშვნელოვანესი თემა წყდება
მოკლედ პატრიარქად ვინ გვეყოლება? რა თქმა უნდა გვეყოლება მეუფე შიო. და მე მინდა უბრალოდ გითხრათ ჩემი აზრები. მოკლედ შედგა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც ხმის მიმცემთა ხმები გაიყო ასე. მეუფე შიოს შეხვდა 20 ხმა, მეუფე იობს და გრიგოლს 7-7. ეხლა ჩემი აზრით შემდეგ სხდომაზე რა მოხდება, როდესაც უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევდა, უკვე ბოლომდე გავა ხმის მიცემა, რომ ამ სამიდან ერთი უნდა ამოერჩიონ. ჩემი აზრით მეუფე შიო მიიღებს უფრო მეტ ხმას. ანუ ჩემი აზრით მეუფე შიო მიიღებს არა 20, არამედ დაახლოებით 30. უკვე გადაწყვეტილია ვინ იმარჯვებს. არავის უნდა წაგებულ მხარეს დგომა, რადგან მეუფე შიო, როგორც გითხარით, ანუ არ მოდის ეს 1 წლით და 2 წლით, რომ აი, კაი, მოდი, ეხლა მივცემ მის მოწინააღმდეგეს ხმას და შემდეგ გადავირჩევ, ესე არ ხდება, მეგობრებო, მეუფე შიო იქნება 50 წელი პატრიარქი. ასე რომ არავის უნდა ნამდვილად წაგებულ მხარეს ყოფნა. და აი, ჩვეულებრივი ადამიანური ისაა რა, ანუ მე არ გამიხილავ ეხლა რაღაცა ეკლესიური კუთხით. უბრალოდ, როდესაც ადამიანთან გიწევს მუშაობა და ადამიანს უნდა დაუჯერო, ნამდვილად არ გინდა, რომ იმ ადამიანმა იცოდეს, რომ შენ მის წინააღმდეგ იყავი წასული. რადგან მაინც შენი უფროსი გახდება. ასე რომ ჩემი აზრით, ბატონი მეუფეები, სხვაები, რომლებმაც შიოს წინააღმდეგ გაილაშქრეს, დანებდებიან, დაფიქრდებიან, აწონ-დაწონიან სიტუაციებს და მისცემენ ბატონი მეუფე შიოს მხარდასაჭერად ხმას. ასე რომ გაიმარჯვებს აუცილებლად 30 ხმით, ჩემი აზრით. და ანუ განვიხილოთ ის საკითხი, რომელზეც ყველა ვერ ბედავს საუბარს, მაგრამ ყველას რეალურად გული გვწყდება და გული გვტკივა, ვინც ეკლესიის მხარეს ვართ, თორე ხა ოპოზიცია და ნიკა გვარამიები, ვაფშე ყველას რო აგინებენ, ეგეთ ხალხს არ გულისხმობ. ანუ უბრალოდ ვისაც გული გვწყდება ამ თემაზე, რომ ესე ხდება. აი მოდით ნახოთ ეს ვიდეო. აი ბატონო მამაო, რომელიც ამ მანქანას შეძიხართ, რას ვაკეთებთ? კარგით, ანუ ხალხს იმას ეუბნებოდით აქამდე, რომ მამაო, უკაცრავად, iPhone 17 Pro Max-ი რისთვის გჭირდებათ? იმიტომ შვილო, რომ ეს კარგი ხარისხიანი ტელეფონია და რომ მრევლთან დაკავშირება ნებისმიერ წამს შევძლო. კარგით, მამაო, ჯიპი რისთვის გჭირდებათ? იმიტომ შვილო, რომ ნებისმიერ დროს, აი, ღამის 4-ზე რომ გამაღვიძოს ადამიანმა და მამაო, ყაზბეგში ადამიანს სჭირდებიო, რომ მოახერხო აი ამ თებში ასვლა. აი, მაგისთვის მჭირდება ჯიპი. კარგით, და მამაო, 10,000 ლარიანი ნომერი რაში გჭირდებათ? შვილო, მშობლები არა ყავს, რომ მოხვედი აქ, რა კითხვებს მისვამ, ჩემი დედ, მე სულ მამაო კი არ ვიყავი, ბიჭო, შევიგონია შენი თავი, ვერაზე გამიკითხე, მე სულ მამა იათნამოზი კი არ ვიყავი, ბიჭო, მე 50 წლამდე ბებერი შუთერა ვიყავი, და გაცხრილო ეხ, აი რას ვაკეთებ, მამა იათნამოზ, რას ვაკეთებ, 10,000 ლარიანი ნომერი რაში გვჭირდება, მამა იათნამოზ, მითხარით, iPhone 17 Pro Max-ები გავიგე, ჯიპები გავიგე, 10,000 ლარიანი ნომერი რაში გშველის, მამაო, აი, ჯიპით ისე ვერავალთ ყაზბეგში, ვერავალთ, აი, ნომერი რო არ გქონდეს გარტყმული, ფანჯრების დაბურვა რაში გშველის, მამაო. ფანჯრების დაბურვა რაში უნდა გშველოდეს, ბიჭო. რწმენის გავრცელებაში ფანჯრების დაბურვა რა საჭიროა. კარგი გავიგე, რომ 2025 წლიანი გელი კი აუცილებელია. გავიგე, კი ბატონო, რომ ხარისხიანი მანქანაა დადის მთებში. კი ბატონო, გავიგე, 200,000 დოლარი რო გჭირდებათ მაგისთვის, გავიგე. გავიგე, რომ iPhone 17 Pro Max-ი გჭირდებათ, რომ დაურეკოთ მრევლს ნებისმიერ წერტილში. კი ბატონო, გავიგე. 10,000 ლარიანი ნომერი და დაბურვა რაში გჭირდება? რომ რა? რომ ანუ ხალხმა ვერ გაიგოს რა, როცა ლოცავ. დავამუღამე, რომ ანუ რო ჩაივლი ამითი და რო დაინახავ იქ მათ ხოვარს, რო შია.
რომ ანუ ტონკად დალოცო რა. აი ბაზარია, ხო? რას ვაკეთებთ? ჰა? ხალხი რატომ აღარ დადის ეკლესიებში? რატომ აღარ დადის, აბა? მიპასუხეთ. რატომ აღარ დადის ეკლესიებში ხალხი? ტელეფონების ბრალია, TikTok-ის ბრალია, მამაო, რომ ხალხი აღარ დადეს. TikTok-მა გააგიჟა ხალხი. TikTok-მა. იმან არა რომ 200,000-იანი გელიკით დადიხართ 10,000-ლარიანი ნომრით. ბიჭო, სირცხვილი და ნამუსი უნდა იქონიოთ. და მე იulis ხალხი ეკლესიებში, როცა დაინახავს რომ თქვენ მართლა გწამთ, როცა დაინახავს ხალხი რომ თქვენ მართლა ღმერთისკენ ხართ მიმართულები. აი მაშინ იulis ხალხი ეკლესიაში. და აუ ეხა აი როგორ მეზარება ეხლა რა ვიღაცებისთვის პასუხის გაცემა და ისა. აი 100% ვიცი რომ აი ხა ვიღაცა მომწერს რომ შენ ძმა, ჰა, რა თქვი? მამაიათ ნამოზზე, ჰა? რა თქვი? აი გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რა უყოთ? სხვა ვერამე გაბედავდა, მაპატიეთ მამაიათ ნამოზ, რა ვიცი. ნუ დააბრედინებთ თქვენ საძმოს ჩემ თავს. ბოდიში, ვიცი რომ დამიკიდებთ, ვიცი რომ გააგრძელებთ მაგ ნომრებით სიარულს და ვიცი რომ თქვენი ძმაკაცი მომწერს რომ მე ვაჩუქე ძმა, მამაიათ ნამოზს ეს მანქანა, შენი რა ტრაკი საქმეა? კი ბატონო, ვაჩუქე ძმა, ღმერთმა შეარგოს. ბაზარიც არ არის. წავედ შემდეგ თემაზე. შემდეგ თემა განვიხილოთ. ოპოზიცია განვიხილოთ. ოპოზიცია, ბიჭო, როგორ გაბანძდა, მართლა მწყინს, იმენა გული მტკივა, რომ რა საკეთებს ეს ოპოზიცია? ტიპებმა ხო დაანონსეს, რომ ჩვენ ალიანსი, ჯერ ხო თელმა ალიანსმა უკვე დააგინა ერთმანეთს. ტიპებმა არჩევნებამდეც ვერ გაძლეს. ანუ მე რა მეგონა, იცი და ჯერ არ ხუმრობდი მაგ თემაზე. სპეციალურად არ ხუმრობდი, რომ მეთქი აი ცოტას ვაცდი და მე დავიწყებ ხუმრობას და მე მეთქი აი ვიწინასწარმეტყოლებ, რომ აი ხა ორ თვეში ერთმანეთს გინებას დაუწყებ. არა, შექმნეს თუ არა ალიანსი, ეგრევე დედის გინება დაუწყეს ერთმანეთს, რომ მიშას დედა იგი და მიშა ციხი დააგინებს, რომ თქვენი გაერთიანება გადამაგლიჯეთ და ეგრევე დაუშვეს ერთმანეთს. მე კაიო დავწყნარდეთო ეხაო. ბიზნეს უნდა მოუგოთო. და გადაწყვეტეს რომ მოდიო ქალაქებში დავიწყოთ და სიარული და ამათი ქალაქებში სიარული გაჩვენოთ ეხლა. აუ მართლა მწყდება გული ბიჭო, მე მიყვარს თანაბარი ბრძოლის განხილვა. ეხლა მერა ბდვალიშვილი რო აჩხუბა ვიღაცა მეოთხე კლასელთან და მე რო დამსვა და მიდი რა მუღამით განიხილო. როგორ უნდა განვიხილო მუღამით? ჰა? აი იგივე ხდება ბიჭო ოცნებას და აი ამ ოპოზიციას შორის. ანუ ესე როგორ გასაცოდავდით? რამე ქენით ბიჭო რო ცოტა მუღამით განგიხილოთ. ადამიანებმა უკვე დაუწყეს ერთმანეთს გინება. აი მოდი ჯერ კადრები გაჩვენოთ. რა თუნდაც დატოვეთ ახაურობა თუ შენ რა შემოაგება იგი გარედან არა ბოდიში რა ანუ არ გვინდა ამ ხალხს ვეპატიჟებით რომ კონდეს გულახდილის საუბარი და ეს რაღაცა პროპაგანდა მე გიპასუხებთ რომ გამომო რაღაცა მე მეცლება და რა შეეხება ჩვენს პროგრამას უნდა რომ მე ჩაგწერეთ კაი მოკლედ რამ გამოიწვია მეგობრებო აბა ეს რეაქცია ღია შეხვედრაზე რომელიც დაანონსა აი ამ ოპოზიციურმა ალიანსმა რომ ღია შეხვედრაო ვისაც გნებავთ მობრძანითო ღია შეხვედრა ხო მაგას ნიშნავს რომ ღია რა ვისაც გინდათ მოდით ხალხო და დაგვისვით რა კითხვებიც გააქვთ რომ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები ხო მაგას ნიშნავს აი ეს აგრესია და ეს ბიჭო გადი იქით გაიწიე რამ გამოიწვია აბა აი თქვენ გონიათ ან სპეცრაზმმა და 20 კაცი დგას ესეთი და დუბინკებით და იმები და არბევენ კამიტით წამლავენ არა ერთმა ტიკტოკერმა დედას უფიცა ვარ მართლა გადაობის გარეშე ერთი ქოცი ტიკტოკერი იყო მისული პროსტა ესე ტელეფონი ეჭირა და პროსტა იღებდა და ხალხმა პანიკა აუტეხა რომ შენო გადიო და გამოაგდეს ტიპი ერთი კაცი გაჩვენოთ ეგ კაცი
დედას მიზავარ არ ვღადაო, მოიცა ერთსა. მოიცა არ ვღადაო. ტიპებმა კარებები ჩაურაზეს, გამოაგდეს ერთი TikTok-ერი პროსტ. აი, ეს კაცი იყო მისული ღია შეხვედრაზე. ღიაზე. აი, უბრალოდ ტელეფონი ეჭირა და იღებდა. რომ მაინტერესებს რა სიტყვითო. ეს გამოაგდეს, კარები გადაუკეტეს, დაცვები ჩაულაგეს, რომ შენ ვარ დაიშვებიო აქო, ჩვენ აქო ისეთ თემები გვაქვს ალაპარაკო. რა თემები გაქვთ მეგობრებო, ანუ ხო ესეც ხო ადამიანია, გინდა კოცი იყოს, გინდა ნაცი იყოს, გინდა ლეიბორისტი იყოს, თუ ღია შეხვედრაა, ხო უნდა შემოუშვათ რომ გაიგოს ადამიანმა, იქნებ გადმოდის თქვენ მხარეს. აი იქნებ იმდენად საინტერესო რაღაცებს საუბრობთ, რომ ადამიანი გადმოდის თქვენ მხარეს და გადმოიბიროთ. ტიპი იმის გამო გამოაგდეს, რომ ტელეფონი ეჭირა და უბრალოდ იჯდა და იღებდა. ესო კოციაო, გააგდეთო აქედან. მერე რო კოცია, თქვენი გაგყოფნა არ შეიძლება, რას აკეთებს? იმითი არის? ცეცხლ მომკიდებლით არის შემოსული თუ კამიტს გიყრის? კამიტი რა არის ვაფშე? კამიტი დაამტკიცეთ ძმებო, ისე სხვა შორის. ხო, აი ეს ესე. კამიტითაა შემოსული თუ როგორ არის შემოსული? სად დევს ეგ ღია შეხვედრა, მაშინ მოგვასმენინეთ სად სვამენ ოპოზიციური პარტიის მომხრეები შეკითხვებს. რომ ან თუ ღია საუბარია, მხოლოდ მომზადებული შეკითხვები არ უნდა იყოს, ხო? და უნდა გისვამდეთ მოწინააღმდეგეთ შეკითხვებს. ერთი მოწინააღმდეგე იყო დაინტერესებული, მაგით ისიც არ შემოუშვით. დანარჩენი ტიპებმა დაიქირავეს რაღაც საქელეხო დარბაზი პროსტა გადაავსეს ამ სკამებით და რამეებით და დაასვეს თავისი ვიღაცა 4 ძმაკაცი და 2 დაქალუშკა მიიყვანა ამან თამარამ და უსვამენ რა შეკითხვებს რომ აბა ქალბატონო თამარ და თან ეცინება რა რომ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დაქალები არიან აბა ქალბატონო თამარ რას აპირებთ და ისიც თამარაც ჩვენ ყველაფერს კარგს და ყველაფერს საუკეთესოს და кайფობენ ესე ბიჭო არ უნდა გიხაროთ ეს რომ 100 კაციანი საქელეხო დარბაზი დაიქირავე, ხო? ალბათ ერთი რა ვიცი 2000 ლარი ხო მაინც ეღირებოდა. დაიქირავე ამდენი სკამი დადგი და 4 ადამიანის მაგივრად მოვიდა 5. კი გავიგე რომ ეს მეხუთე კოცია, მაგრამ უბრალოდ იღებს ზის და პროსტა გადაუღეთ მასოვკაში გამოაჩინეთ რა რომ აი ჩვენ შეხვედრაზე 5 დაინტერესებული პირი მოვიდა. დედას გებიცებით 2028-ში კოცები მოიგებენ. მაპატიეთ ხალხო. ეს არ გეუბნებით მე ხა, აი ჩემს სურვილებს და ეგ არ დამაბრალოთ. აი უბრალოდ ესეთი უსუსური ოპოზიციის ხელში შანსი არ არსებობს, ძმაო. აი შანსი არ არსებობს. Всё, ჩაიწერეთ ეს ვიდეო.